see trees of green, red roses too. I see them bloom for me and you, and I think to myself, what a wonderful world. Spinderella cut it up one time. So let's talk about sex for now. To the people at home or in the crowd, it keeps coming up anyhow. Don't be coy, avoid, or make void the topic, cause that ain't gonna stop it. Now we talk about sex on the radio and video shows. Many will know anything goes. Let's tell it like it is and how it could be, how it was and of course how it should be. Let's talk about sex, baby. Let's talk about you and me. Let's talk about all the good things and the bad things that may be. Let's talk about sex. Let's talk about sex a little bit, baby. Let's talk about sex. Let's talk about sex. And welcome, Georgia, again. It's that time for The Green Show with me, Rich Green. საღამოშილობისა საქართველო. ეთერშია Green Show Richard Green-თან ერთად. დღევანდელ გადაცემაში მე მოვიწვიე ქართული სექს სიმბოლო. მსახიობი და უბრალოდ ძალიან მაგარი ქალი. იუნა შაპატავა, რომელთანაც შევძლებ დავილაპარაკო ყველაზე და ყველაფერზე. გამარჯობა იუნა. And welcome to the show. Welcome to The Green Show. კეთილი იყო შენი მოგზანება Green Show-ში. Welcome to my bedroom. და ჩემს საძინებელ ოთახში. რიჩი, დიდი მადლობა ყვავილებისთვის, ჩემი საყვარელი საჩუქარია. იმიტომ რომ არაფრისთვის არ გავალდებულებს. You're welcome. არაფრის. დავიდოვებ აქ დავიდებ და And in good old Green Show style. Green Show-ს ტრადიციის მიხედვით მე შენთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს. One and only Green Show. ერთადერთი და განუმეორებელი Green Show-ს ყავისა და ჩაის ჭიქა. Whatever you prefer. Thank you. And when you have your tea. რომლის დანახვაზე ყოველ დილას ჩემზე იფიქრებ. Think of me in the morning, yeah. და თან ყავასაც, ან ჩაისაც მიირთმე. მეგონა რომ აქ რომ მოვრჩები დილას მომემზადა. Oh, I put it here, okay. I love it. Okay. Now, you know. მიყვარს ძალიან მიყვარს ყვავილები. იუნა. So you know there's thousands. აი ახლა ათასობით კაცი უსმენს და უყურებს ამ შოუს. And listening in thinking. ისინი ფიქრობენ, What a lucky English. აუ რა გაუმართლა ამ ინგლისელს. What happens next? Well, it's a tough job, boys, but somebody's got to do it, you know. არც თუ ისე ადვილია ამის გაკეთება, მეგობრებო. მაგრამ ვინმე მაინც ხომ უნდა ქნას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობენ ახლა. Rugby. და ის რაღაც რაგბია. I don't think so. არ მგონია ნაუთხად. რომ რაგბიზე ფიქრობდნენ. შენ ხომ კარგად იცი, რომ ქართველები ძალიან მაგრები არიან რაგბში. და ერთი ეს მითხარი, სექსშიც ასეთი შეუდარებლები არიან. მე საერთოდ მგონია, რომ გონის სექსში უკეთესებიც არიან, ვიდრე რაგბიში. ჩემი საყვარელი ეროვნება ლოგენში, რა თქმა უნდა, ქართველია. Wonderful. Wow. I was hoping you was going to say English then, but მე მგონი ინგლისელს იტყოდი. არა, მე ინგლისელებიც მიყვარს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სრულყოფილი ჯენტლმენები არიან და მეც რაღაცნაირად სხვანაირი ლედის ხასიათზე მოვდივარ. And so you should. ასეც უნდა იყოს. აბა რა. You look like იუნა. You look like a woman of many talents. შენ ნიჭიერი ქალი ჩან ხარ. You look like a woman. What? ახლა რითი ხარ დაკავებული? What's happening? რა ხდება საინტერესო შენ ცხოვრებაში? ამ მომენტისთვის მე მიმყავს რუბრიკა საინტერესო ასეთი საცვალი და მყავს ძალიან ლამაზი რესპონდენტები, ცნობილი ქალბატონები და ვაპარაკობთ ურთიერთობებზე, რაღაცა საკითხებზე, რომელიც გვაინტერესებს, კარიერაზე, რა ვიცი, ისაც რა ინტერესებს და პლუს გვაქვს ძალიან ლამაზი ფოტოსესია, ასეთი ეროტიული. ან ისე მსუბუქი ეროტიული ან სექსუალური ფოტოები, ისეთ სტილში, რომელიც თვითონ ურჩევნია და უშუალოდ წარმოაჩინოს თავისი თავი. Yeah, არ გინდა დამპატიჟო შენს ფოტოსესიაზე. დიდი სიამოვნებით მოვიდოდი. Unfortunately, სამწუხაროდ ჩემი რესპონდენტები არიან მხოლოდ ქალბატონები, only ladies. But now I will tell you ჩემი საყვარელი პროექტი, დიდი მადლობა რომ ლოგინში დამპატიჟეთ, რომელიც მე ვაპირებას გავახორციელო და რატომაც ვერ რისკავს ჩვენი ტელევიზია, ეს არის ინტერვიუ ლოგინში. That's აი მაშინ დაგვაპატიჟებთ სიამოვნებით ინგლისელი ლოგინში, ეს ნამდვილად აღმოჩენა. ჩემთან ერთად კარგად ხარ დასული. თამამად შეგიძლია უსაფრთხოდ იგრძნო თავი ჩემს კვლავებში. როგორ ფიქრობ, ქართულმა კაცმა უნდა უყიდოს ქალს სექსუალური საცვალი? უნდა, კი, რა თქმა უნდა. მოსწონთ კიდევაც და ყიდულობენ კიდევაც.
ხო, მეც მასე ვფიქრობ. ინგლისელები ყიდულობს ჩვენი ქალებისთვის სექსუალურ საცვალს და ასეც უნდა იყოს. ჩემს საცვალზე რას ფიქრობ? That's sexy, no? მართლა? I prefer men without underwear. კარგია, მაგრამ მე მირჩევია მამაკაცები საცლების გარეშე. არა, შიშობ მე საცვალს არ გავიხდი. არა, რაც ჩემს საცვალშია, თამამად გეტყვი და 100% ინგლისურია. მე მოგიყვებით, დარჩება თუ არა მასზე? Ну, რიჩი, რადგან ჩვენ არ ვიხდით ჯერჯერობით მე ჩავიცმებ და როდესაც გადამღები ჯგუფი წავა, მე შევუდგეთ იმის გადაწყვეტილებას გაიხდით თუ არა საბოლოო ჯამში. შეიძლება მოგვიანებით. Of course, carry on with the interview. Now I'm going to ask you a ინტერვიუ განვავრცელებ. I'm going to ask you a personal question. ახლა მინდა პირადული შეკითხვა დაგისვა. If you was asked to appear in a პორნო ფილმში გადაღება რომ შემოგთავაზონ, would you do it for free? რა თანხაზე დათანხმდებული? ერთადერთი რაღაცა, რაც მე არ მომწონს, ეს არის პორნოგრაფია, ეროტიკა. კარგია, მაგრამ აი პორნოგრაფია ცოტათი არ მაინტერესებს, არ არის იქ იდეა. I mean that ასე რომ გადამიხდნენ თუ არა, გადამწყვეტი არ არის ამ მომენტში. I'm thinking of making მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი პორნო გადავიღო საქართველოში. შენთან ერთად with me? იქნებ შენთან ერთად მეცადა. Okay, მაშინ იყოს ცოტა სხვანაირი, იდეური და არ იყოს პორნოგრაფია. იყოს ეროტიკა. ამ პორნო ფილმის სახელი იქნება წვანის, ანუ გრინის 50 ელფერი. 50 Shades of Richie. Richie, yeah. Richie. 50 Shades of Green. Okay, in London. London, an international production. განამარტო ლონდონში. საინტერესო იქნება. საერთაშორისო მასშტაბის იქნება. საინტერესო. წვანის 50, გრინის 50 ელფერი ინგლისელთან. ლონდონში წვიმის ქვეშ. Yeah. That's a good answer. კარგი პასუხი იყო. მომეწონა. საკმაოდ კოხტად გამოიყურები. ალბათ სათანადო დუბლი საკუთარ თავს. You've got to look after yourself. Do you like სპორტით თუ ხარ დაკავებული? ეს რადგან ჩვენ სპორტზე ვისაუბრეთ? სპორტზე ვისაუბრობთ, ჩემი და არის ჩვენი ნაკრების პირველი ნომერი ჩაგბურთის პროფესიონალი, ეს არის შარშანდელი უმბლდონის ბურთი. და ვერ მოასწრო სოფიკომ ხელმოწერა და მე მოვაწერ. სოფიკოს მაგივრად, ოღონდ შაფათავა. I mean that. That's good. It's მე მგონი კალამი გათავდა. რადგან ყველა ბრიტანელი თამაშობს ჩოგბურთს. As any British man plays tennis, so that's for you to remember. Superb. You know what? I'm gonna when I think იცი, როცა ჩემი ბურთებით ვითამაშებ, შენზე ვიფიქრებ ხოლმე. Which balls? ჩოგბურთის ბურთებით, რა თქმა უნდა. ვერ მივხვდი რომ ბოლზე ლაპარაკობს, ნუ კარგიათ ჩემ. საშინელება, რა ხართ ეს ქართველი ქალები? დიდი მადლობა. You're welcome. კარგი, განვაგრძოთ. Now let's move on. I've got a good question for you. If you had საშუალება რომ კონდეს შექმნა შენი პირადი მამაკაცი ფრანგენშტეინის მსგავსად. My own man. Like Frankenstein. მე მეგონა იტყოდი opportunity to have me by your side. რომ შემოყოლოდი გვერდში მე ეგრევე ოცნება დავიწყე განსაკუთრებით ბურთების შემდეგ ჩავფიქრდი. I've got to ask you, if you built this man, ხოდა ამ კაცს თუ შექმნიდი, რომელი მისი ნაწილი იქნებოდა ქართული? რიჩი, რა ვიცი, აი ამ წუთას რაღაც ძალიან ინგლისური მასე გადავედი ტალღაზე და არ ვიცი, ამის შემდეგ გამიჭირდება, რა ვიცი, აი როცა გადამღები ჯგუფი ვნახო. რა გაწოვდა? I need it in English now. გადამითარგმნეთ რა. I don't know, Rich, I don't think of anything just about British men because nothing else, and when they go out, we'll see how it will continue. მე მგონი პასუხიც მივიღე. შენი პირადი მამაკაცი 100%-იანი ინგლისელი უნდა იყოს და მაშინ იქნები ბედნიერი. თუ ძალიან გინდა, კი, რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ ჩემი იდეალური მამაკაცი არა იმიტომ, რომ დღეს ახლა ასე კარგად ვწევართ ამ ლოგინში ჯერჯერობით ჩაცმულები, მაგრამ იდეალური მამაკაცი, რომელიც სასურველი იქნებოდა საინტერესო რაღაცა, ეს არის ინგლისელი ჩემთვის, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმიტომ რომ მეც თავს რაღაცნაირად უფრო ლეძით ვგრძნობა, ყვავილებით დაიწყო ყველაფერი, ლედი ჰამილტონ. ჩემი ნელსონი რომ ყოლოდა, იქნებოდა ძალიან კარგი, ასე რომ ახლა ვერ ვფიქრობ, რომელი იქნებოდა ნაწილი ქართული, რა თქმა უნდა.
მაგრამ გადაგაკეთებდი, ცოტა გაგაქართველებდი. How would you change me to be? ჩემში რა შეცვლიდი? იდეალური მამაკაცი რომ გავხდე, რას გავუკეთებდი ჩემში კორექტირებას? შესულელია იმის ფიქრი, რომ მამაკაცის შეცვლა შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად რაღაც გავლენის, ასე ვთქვათ და მორგება საშუალო და რაღაც სტილის შერჩევა ყოველთვის შეიძლება. მე უფრო მიყვარს sophisticated, რაღაც ისეთ საინტერესო მამაკაცები, რა თქმა უნდა, ველურები. Wild. მაგრამ ტვინი, ინტელიგენტი, ეს ყველაფერი უნდა იყოს და რაც შეეხება ქართულ ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტემპერამენტი. ეს იქნებოდა და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს იქნება კიდევაც რიჩი. So I'm going to show you my wow. აი ახლა ვიგიჩვენებ ჩემს ველურ ბუნებას. თავს ვეღარ ვიკავებ. I can't hold back anymore. ცოტა ადრეა, ცოტა ხანით მოვითმინოთ. პრელუდია ძალიან საინტერესოა. ასე რომ იმედია მივუყოთ გადაცემას ბოლომდე. Well, I'm English and I'm restrained. I'm a gentleman. თავშეკავებული ინგლისელი ვარ. Through to my core, through the და gentleman მოწოდებით. ძალიან ვაფასებ ამასა ეს, რაც გვაკლია. ქართულ მამაკაცებს ეს მოთმინების უნარი. So you happy with me? What do you think of your English boy? კმაყოფილი ხარ შენი ინგლისელი ბიჭით. ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს. მეცნობა ეს სიტყვა. I recognize. კიდევ ერთხელ ვეთქვი ქართულ კაცებს, რომ ჩემი რესპონდენტით მეტად კმაყოფილი ვარ. I very much არ ვიცი, აი როცა მოვრჩებით, მაშინ შევაფასებ. ყავას როცა მომიმზადებ. მაგას უკვე ვიხდები ვერედილას. To all the Georgian men again, I'm very, very happy with my guest today. It's getting hard in here. რაღაც დაცხლა აქვს. ძალიან ცხელა ნამდვილად. So let me ask you, I want to ask you a question. Okay. I'm sure all the Georgian men. დარწმუნებული ვარ ყველა კაცს უნდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაგება. If you met me in a bar for the first time and you didn't know me. თქვენ. You met me in a bar. How would you attract me? სადმე ბარში რომ შეხვედრილიყავით, როგორ მიიქცევდი ჩემს ყურადღებას? Frankly, სიმართლე რო გითხრათ, as an Englishman, ბარში მოვიდოდი, რა ვიცი, გააჩნია რა არ ვიცი. ვერ გეტყვი, ძირითადად არ მიჭირს ხოლმე რიჩი რო პირიქით, ისაც ყველა მე მიყურებს. არა, ბოდიში რომ ასე მოურიდებლად ვამბობ, ასე რომ ერთადერთი რა, მე უბრალოდ ყურადღებით შეგხედავდით ასე თვალებს და თქვენ როგორც ინგლისელი ჯენტლმენი, ყველაფერს მიხვდებოდით. ქართველებზეც იმავე მეთოდს გამოიყენებდი? For Georgian men there is no technique. ქართული მამაკაცებისთვის ტექნიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მithumetes ჩემი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე დიდი მადლობა. ასარჩევად მაქვს საქმე, ძალიან დიდი არჩევანი მაქვს. პირიქით მე უნდა თავი დავახციო დროზე და მშვიდობიანად თუ არ მინდა თქვა ასე გაგრძელება. Do you think a woman's age როგორ ფიქრობ? ქალის სექსუალურობა მის ასაკზე დამოკიდებულია? არ ვიცი რა მოხდება შემდეგ. არ მინდა ამის დაკარგვა და ეს სასიამოვნო რაც ჩემი აურა, ჩემს ირგვლივ რაც არის, მე ვქნი თუ ეს ყურადღება ქმნის, ნამდვილად არ მინდა ამის დაკარგვა და არ ვიცი რაღაცნაირად უნდა შევინარჩუნო, მაგრამ ეს არის შარმი, ეს მოდის ასე ვთქვათ, არა მარტო ეს ჩვენი ეს სექსუალურობიდან გამომდინარეობს, არამედ ეს ხასიათიდან მოდის და არ მგონია რომ ეს შეიძლება რაღაცა ნაწილობრივ დავკარგო, მაგრამ აი ეს ლეგენდა რომელიც მომდევს ახალგაზრდობიდან იმედია ის დარჩება. Yeah, that's a wonderful answer. Good. კარგი პასუხია. I've been round to Tbilisi on my adventures as an Englishman. Yeah. And I'd like to say that I've seen a few lap dances. მე ბერს მოგზაურობ საქართველოში და მინდა გითხრა, რომ არაერთი ღამის კლუბი ვნახე, მაგრამ სექს შოპი არცად შემხვედრია. Do you think, you know, Tbilisi could do with a couple of რატომ არ არის საქართველოში სექს შოპი? რიჩი ალბათ იცი რომ მე ვარ სახე სექს სათამაშოების და ძალიან მომეწონა ეს წინადადება ონლაინ მაღაზია და კარგად მიდის გაყიდვები, მით უკეთესი გახდა, რაც უფრო ასე ვთქვათ, უფრო გამოჩნდა და რა ვიცი, არ მგონია რომ არ მოსწონთ, პირიქით სარგებლობენ და ამას გულახდილად ვამბობ და ნორმალურად არის საქმე, უბრალოდ აი არ ვიცი როგორ წავა, როდესაც მაღაზია იქნება, იმიტომ რომ არ უყვართ აფიშირება ამ ყველაფრის და მაღაზიაში შესვლა და გამოსვლა შეიძლება ცოტათი კულტურული შოკი იქნებოდა ხალხისთვის. და ონლაინ მაღაზიაში საქმე შენიურად არის. No, I understand. გასაგებია, ჩვენ ლონდონში უამრავი სექს შოპი გვაქვს. Many sex, as you probably know, in the Piccadilly Circus, all around the centre of London. Piccadilly's მოედანი, ლონდონის ცენტრში. I think it liberates people.
And people მე მგონი ეს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს. შეიძლება გითხოთ, can I have a question? Please. როგორ ფიქრობთ, აი ნორმალურად შედიან გამოდიან აი sex shop-ი, რამეს ცვლის მენტალიტეტში sex ინდუსტრია უშლის განვითარებას? უნდა იყოს თუ არა? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მაინტერესებს. I don't think so. I think everybody's got their own opinion and everybody's მე მგონი ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი და შეუძლია ისიამოვნოს ნებისმიერი გზით. Thank you for your answer. That's really good. Thank you very much. Let me ask you, what's your შენი საყვარელი სექს სათამაშო რა არის? Okay, I have one answer. მე ერთი პასუხი მაქვს, რა თქმა უნდა, ეს არიან ბიჭები და მამაკაცები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში და რაც შეეხება sex toys, მე მიყვარს ეს Marquis de Sade, BDSM and this, ეს ბურკილები მომწონს, როდესაც მე ვარ dominanti და მყავს submissive, მაგრამ გააჩნია, maybe ვიღაცასთან მომეწონება ვიყოს submissive. გააჩნია ვისთან ერთად ვარ. მე მგონი მივხვდი, რასაც გულისხმობ. I got that. I understood what you said. I know. And I got to say, და საქართველოში რომელი სექს სათამაშო არის ყველაზე გაყიდვადი? What's selling the most in the sex industry at the moment? ძალიან ბევრი რაღაც იყიდება ესეც, იყიდება ვიბრატორებიც, იყიდება მამაკაცების რაღაცა დამხმარე საშუალებები, ლუბრიკანტები, პრეზერვატივები, კონდომს და კიდევ ბევრი აქსესუარები იყიდება ნამდვილად და მეც მწერენ ხოლმე Facebook-ში, რომ აი რას გვირჩევდა ჩემ girlfriends ეს მოსწონს და საინტერესოა, მეც რაღაც სულ სექსი ხასიათზე ვარ და მეც რაღაც უფრო თითქოს სხვანაირ ტალღაზე ვარ და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მე ვარ ეს, ვინც ასე ვთქვათ, ამას წარადგენს. მე სიამოვნებას ვიღებ ამისგან. მე რაღაცები ამჭირდება. You don't need it? No. That's good. ძალიან კარგი. That's good. Now I know and pretty much every Georgian man knows. ჩემი აზრით ყველა ქართველმა კაცმა თუ ქალმა იცის რომ შენ ძალიან მაგარი ხარ ლოგინში. Oh, thank you. You very good in the kitchen. Are you a good cook? სამზარეულოშიც ასეთი კარგი ხარ? მე ყველაფერი შემიძლია, რაც შეეხება. არის ასეთი ანდაზა, გზა მამაკაცის გულისკენ, წება კუჭიდან. და ვინაიდან მე ძალიან დიდი ნაწილი ჩემში არის რუსული, რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი მზადება, აქაც ძალიან კარგად შეიარაღებული ვარ. Superb, great. არაჩვეულებრივია. ძალიან მაგარია. Good looking all rounder. Such a wonderful, gorgeous woman as you are, and ისეთი განსხვავებული და ლამაზი ქალი ხარ, რომ არ გამიკვირდება. You can peel a cucumber or peel a banana. თუ ბანანის და კიტრის გათლაც გეცოდინება. In a very special way. რაღაც განსაკუთრებულად. ეცერიცი, არა მარტო გათხრა შემიძლია, ასე სიამოვნებით მივირთმევ. Really? Yeah, Don't take it serious, okay? არაფერიც, ძალიან სერიოზულადაც მიიღე. სერიოზულად არ მიიღებს, მაგრამ რა იცი რა ხდება? დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. მე მგონი სწორ გზაზე ვდგავარ. Now I've asked you a lot of questions. მე შენ ძალიან ბევრი პირადული შეკითხვა დაგისვი სექსზე და გმადლობ შენი შესანიშნავი პასუხებისთვის. თუმცა მაინტერესებს. Have you got any questions for me? შენს ინგლისელ ბიჭუნას არაფერს კითხავ? და კი, მეც მომემზადე და არის ასეთი რაღაცა ასეთი ანდაზა რუსულად, რომ მკვდარი ფრანგი ხალი არის ცოცხალი ინგლისელი და ინგლისელები ხართ ასეთი რაფინირებულები, ცივსისხლიანი ჯენტლმენები, ასე თავშეკავებულები და ქალებიც ასეთივე ლედი და როგორ ახერხებთ ამ ცეცხლის დანთებას თქვენ შორის? Well, we British are. იცი, ჩვენ ძალიან სერიოზული გარეგნობა გვაქვს. მკაცრები ვართ. და ჩვენი რეპუტაციის შესაბამისად სექსშიც მეტად სერიოზულები ვართ. მაგრამ მე საკმაოდ ცხელი გულის ვარ და რადიკალურად განსხვავდები სხვა ინგლისელებისგან. Okay. I'm completely different to the normal Englishman that you think of. ძალიან კარგი. მე ამის შემოწმების შესაძლებლობა იმედია მექნება. Wow. იუნა, შენ უბრალოდ ფანტასტიკური სტუმარი ხარ. ძალიან სიამოვნო დღე მქონდა დღეს. Superb. Would you like a glass of wine? Oh, სიამოვნო. ვინოს ხომარ მიირთმევდი. It's my special green show. ეს ჩემი green show-ს განსაკუთრებული შავი ღვინოა. ძალიან გემრიელი. საფერა. ჩვენს ინტერვიუს გავუმარჯოს. მე უკვე 2 თვეა რაც საქართველოში ვარ და ცოტა ქართული უკვე ვისწავლე. კიდე მოისმინა. მაყურებლები. Lovely stuff.
Cheers. ეს უნდა ვიცოდე. დავლიოთ. Thank you very much. Now I've been in Georgia. I've been in Georgia 6 weeks now, and I've learned some Georgian. And can I try some Georgian on you? რა თქმა უნდა, ხომ გასწავლე? I taught you რაღაცა ვასწავლე და ახლა მოისმინეთ ყურადღებით რა ვასწავლე რიჩის. Just cheers. გაგვიმარჯოს. First of all. გაგვიმარჯოს. პირველ რიგში გაგვიმარჯოს. I should know that one. გაგვიმარჯოს. Let's have a drink. To you. It's very good. Oh, excellent. ახლა რიჩი მეთქვის რა ვასწავლე ქართულად და ყურადღებით მოისმინეთ. I've been learning Georgian, as you know, and Yuna's. როგორც იცით, მე ქართულს ვსწავლობ. და იუნამ რაღაც ახალი მასწავლა. და აბა ვნახოთ. See if I get this right. თუ სწორად ვიტყვი ამას. Solad gamom ხვები. როგორ მომწონს. One more time please. კიდევ ერთხელ, კარგად გაიგეთ. Solad gamom ხვები. Cheers, thank you very much. And that's it for today for another Green Show. Be sure. დაი კიდევ ერთი ჩემი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. არ დაგავიწყდეთ შემომიერთდეთ შემდეგ 4 შაბათს 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ და მოისმინოთ ჩემი ახალი თავგადასავლები. განვაგრძოთ ინტერვიუ კამერების გარეშე. When the cameras turn off. Yeah. To be continued. Of course. And that's it, Georgia, for another Green Show. Just really want to thank the management and staff of the Hotel Astoria in Tbilisi. და გადაცემის დასრულებამდე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სასტუმრო ასტორიას მენეჯერს და მომსახურე პერსონალს. მათი დახმარებით ჩვენ არაჩვეულებრივი ინტერვიუ ჩავწერეთ. What an interview.